ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ვითარების ესკალაციამ გლობალურ ბაზრებზე აშკარა ბუნდოვანება შემოიტანა. ნედლი ნავთობისა და გადამუშავებული საწვავის მარაგების სწრაფი შემცირება ენერგომატარებლების ფასების სერიოზულ მერყეობას იწვევს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მტკივნეულად ისახება შეერთებულ შტატებში, სადაც ბენზინის ფასმა მაშინაც კი განაგრძო ზრდა, როცა ნედლი ნავთობის ღირებულება დასტაბილურდა. სულ რაღაც ერთ კვირაში 1 გალონი ბენზინის საშუალო ფასი 30 ცენტით გაძვირდა და $4.46 მიაღწია. სწორედ ამ რთულმა ფონმა განსაზღვრა მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების ბოლოდროინდელი შეხვედრების დღის წესრიგი, სადაც მთავარი სათქმელი ერთია: საფინანსო ინსტიტუტები ხანგრძლივი და დამხლელი ეკონომიკური ომისთვის ემზადებიან. გლობალური შოკების გარდა ამერიკის ეკონომიკურ კლიმატს შიდა პოლიტიკური დაძაბულობაც ამძიმებს. ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელობასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის არსებული ღია დაპირისპირება ინვესტორების ნერვიულობას აორმაგებს. ჯერომ პაუელის მკაფიო გზავნილი, რომ მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე პოსტს არ დატოვებს, ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის დემონსტრირებას ემსახურება, თუმცა ამ უპრეცედენტო პოლიტიკური წნეხისა და ინსტიტუციური კრიზისის ფონზე ბანკის რეალური მონეტარული პოზიციის გაშიფრვა უკიდურესად გართულდა. სწორედ ამიტომ ღია ბაზრის კომიტეტის სტანდარტული განცხადება, რომელიც მხოლოდ მანდატს უსვამს ხაზს, სიტუაციას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი განაკვეთების ცვლილებაზე მკაფიო მინიშნებას არ შეიცავდა, კომიტეტის 3 წევრმა მას მაინც წინააღმდეგობა გაუწია. პაუელი ხვდება, რომ ტექსტის ზედმეტი კორექტირება ბაზარს არასწორ სიგნალს მისცემს, რის გამოც ამერიკის ცენტრალური ბანკი საკუთარი სიფრთხილისა და კომუნიკაციის ჩარჩოების მცევლად იქცა. სანამ ოკეანის მიღმა კომუნიკაციის კრიზისს ებრძვიან, ევროპაში ცენტრალური ბანკები გაურკვევლობის მოდელირებას ცდილობენ. ინგლისის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 3.75%-ზე უცვლელად დატოვა. თუმცა ამ გადაწყვეტილების უკან უდიდესი ანალიტიკური შრომა იდგა. ენერგომატარებლების ფასების არაპროგნოზირებადობის გამო ბანკმა სრულიად სამართლიანად თქვა უარი ერთ ცენტრალურ პროგნოზზე და მის ნაცვლად ბაზარს 18 განსხვავებული სცენარი შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსთა ნაწილმა ეს გრაფიკები არასწორად წაიკითხა და ყველა სცენარში განაკვეთის ზრდის გარდაუვალობა დაინახა, სინამდვილე სხვაგვარია. ბანკის 3 მთავარი საილუსტრაციო მოდელი აჩვენებს, რომ ინფლაციის მატება ნებისმიერ შემთხვევაში მოსალოდნელია, თუმცა კომიტეტის წევრები პროცენტების მყისიერ ზრდას მაინც ერიდებიან. რა თქმა უნდა, თუ სპარსეთის ყურეში დაპირისპირება გამწვავდება, ექსტრემალური სცენარის ამოქმედება და განაკვეთების მკვეთრი ნახტომი გარდაუვალი გახდება. ინგლისის ბანკის მსგავსად არსებული რეალობის გადაფასება ევროპის ცენტრალურ ბანკსაც მოუწია. მათ უკვე აღიარეს, რომ კეთილსაიმედო საბაზისო სცენარი, რომელიც განაკვეთების 2%-ზე შენარჩუნებას გულისხმობდა, წარსულს ჩაბარდა. თუ ეკონომიკური პერსპექტივა არ გაუმჯობესდა, ივნისის შეხვედრაზე განაკვეთების ზრდა კრიტიკულად აუცილებელი გახდება. ამ დაძაბული მოლოდინების ფონზე ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა კაცრად გააკრიტიკა ისინი, ვინც მიმდინარე ენერგეტიკულ შოკს სტაგფლაციას უწოდებენ. მისი შეფასებით, ეს ზედმეტად ხმამაღალი ტერმინია და მხოლოდ 1970-იანი წლების კრიზისს შეესაბამება, როცა ეკონომიკური სტაგნაციისა და მაღალი ინფლაციის ფონზე უმუშევრობაც უმწვავეს პრობლემას წარმოადგენდა. საბოლოო ჯამში გლობალური ფინანსური სისტემა ერთ დიდ ურთიერთდაკავშირებულ ჯაჭვს წარმოადგენს, სადაც ლოკალური რყევებიც კი დაუყოვნებლივ დომინოს ეფექტს იწვევს. ვინაიდან შეერთებული შტატები საავტომობილო საწვავს სხვა მოწინავე ეკონომიკებთან შედარებით ნაკლებად ბეკრავს, იქ საბითუმო ფასების მცირე მერყეობაც კი საცალო ბაზარზე გაცილებით მასშტაბურად ისახება. ამავდროულად იაპონია იენის გადასარჩენად სავალუტო ინტერვენციებს მიმართავს, ხოლო საფინანსო ინსტიტუტები მონაცემთა ისტორიულ რღვევებში გარკვევას ცდილობენ. საერთო ჯამში ბაზარი მომავალს ახლა სრული გაურკვევლობით უყურებს. ცენტრალური ბანკები კი ამ ქაოსში ნავიგაციისთვის ახალ არასტანდარტულ გზებს ეძებენ.